სიუჟეტი, რომელიც BBC მაჩვენა, მთელი რიგი უზუსტობებით არის სავსე. მაგრამ არსებობს კიდევ ისეთი პასაჟები, რომელიც უზუსტობასთან ერთად კონკრეტულად უჩვენებს მიზანს ამ სიუჟეტის. ეს მიზანი არის პოლიტიკური და დისკრედიტაცია საქართველოს ხელისუფლების. ეს იმდენად აშკარაა, რომ არ ამგონია რაიმე არგუმენტი წარმოადგინოს BBC-მ მაშინ, როდესაც ამ საკითხის სერიოზული განხილვა დაიწყება საერთაშორისო დონეზე, თუმცა რაღაც პროცედურები გასავლელია, სულ ეხლახანს გამოვლინდა, რომ აბსოლუტურად შეუსაბამო რეალობასთან გააკეთა სიუჟეტი, თქვათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან დაკავშირებით და მაშინ გადადგა ნაბიჯები, მოიშორა ხელმძღვანელი პოსტებიდან გარკვეული ადამიანები, აღიარა დანაშაული, მაგრამ საქართველოს რატომღაც მიაჩნიათ დაბალ ღობეთ, რომელსაც შეიძლება მიაყენოს შეურაცხყოფა კონკრეტული პოლიტიკური მიზნით დააზიანო მისი იმიჯი და ამასთან დაკავშირებით არანაირი პასუხისგებლობა არ დაგეკისროს. მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო სამართალი ამ საკითხებთან დაკავშირებით იქნება ობიექტური და გამოიტანს შესაბამის გადაწყვეტილებებს. ვისთან? რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუბრობს ევროკავშირი, მაგალითად გერმანიის კანცლერი რუსეთთან მოლაპარაკების აუცილებლობაზე საუბრობს. ეს შეცვლილი რიტორიკა არის ორმაგი სტანდარტი. ან მხედრება როგორ არის? გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა. აი, კაცო. იტალიის პრემიერიც ამბობს, მაკრონიც ამბობს, რომ მოლაპარაკებები აუცილებელია. მაშინ რატომ მოდიოდა კრიტიკა, რომ რუსული რეჟიმი მართავს საქართველოს და ასე შემდეგ. ჩვენ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. არსებობს შექმნილი ვითარება მსოფლიოში, რომელიც კაცობრიობას უხადის სერიოზული პრობლემებით და არა მარტო პრობლემებით, რეალურად არის გადარჩენისთან დაღუპვის თემა დგას, თუმცა იქ ძალიან პათეტიკურია. თუ კი რეალობას გავუსწორებთ თვალს, რასაკვირველია სერიოზულ და ობიექტურ დასკვნებს გამოვიტანთ. რუსეთის ფედერაცია საქართველოში ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას ახდენს და სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს ზოგადად საქართველოს არსებობას და იმ პროექტების არსებობას, რომელიც საქართველოსთვის არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზები. ფაქტიკურად შეიძლება ითქვას, რომ არის სერიოზული სამიზნე იმ შემთხვევაში, თუ კი საქართველოს აყვება ბრიუსელის წინადადებებს და დაუპირისპირდება ეკონომიკურად და მით უმეტეს სამხედრო რესურსით რუსეთის ფედერაციას. გრევა საქართველოსი არის განპირობებული, იქნება განპირობებული ამით. მეორე მხრივ, ევროკავშირის თვითონ და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც რეალურად ხედავენ, რომ ვითარება, რომელიც დღეს მსოფლიოში შეიქმნა, მოითხოვს მოლაპარაკების მაგიდასთან ყოფნას. დარჩნენ განზე თავისი აი ამ შეურაცხადი პოლიტიკით და საერთაშორისო პროცესებიდან ჩამოშორება გახდა რეალური პერსპექტივა ევროკავშირისათვის. ეს ორმაგი სტანდარტი ისედაც შენარჩუნებულია და საქართველოს მიმართ ეს ორმაგი სტანდარტი არ გამოსწორებულა, თუმცა გვაჩვენებს რეალური ვითარება, რომ მოლაპარაკების ფორმატების მიღმა რჩება რუსეთის ფედერაცია და ამასთან დაკავშირებით უნდათ რომ გარკვეული უკაცრავად მოლაპარაკების ფორმატების მიღმა რჩება ევროკავშირი და უნდათ რომ გარკვეული ამ პროცესებში გარკვეული მონაწილეობა მიიღო. გარდა მაგისა, მომავალი ეკონომიკური ურთიერთობის ის დონე, ის მოცულობა, რომელიც დღეს გააჩნია ევროკავშირს, უკვე იმაზე მიუთითებს, რომ ორმაგი სტანდარტი არსებობს, როცა ჩვენთან მიმართებაში ესეთ ბრწყელ განცხადებებს აკეთებენ. ასე რომ ის რეალობა, რომელიც შეიქმნა, კარნახობს მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლის აუცილებლობას. თუმცა მე ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოს მიმართ მათ ან რიტორიკა, ან მით უმეტეს საქციელი შეცვლილი აქვთ. ბატონო ირაკლი. არა უშავს. ბატონო ირაკლი, რა მოვიჩენო, დავით მატიკაშვილსაც ბატონო ირაკლის ვეძახი. ხო, დავით მატიკაშვილს თუ ეძახი, მაშინ საპატიებელი. არა, იცი რა არის? მე ირაკლი იმას გულისხმობ, ხო?
მე მეგონა ხო ირაკლი კობახიძე წელსაც არ იქნება წარმოდგენილი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე. ბოლოს დამსწრეთ 2024 წელს, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილიც არის ასწრებული ამ ფორუმს, მაგრამ წლებია უკვე აღარ ვერსლები. 24 წლის მერე ახლა 26-ია. ეხლა გახდა 26, 25 წლის წლებია, ანუ ეს წლებით რა უბედურება. 24-ში და არა, ირაკლი კობახიძე წელსაც არ იქნება წარმოდგენილი, სხვა დროსაც არ არის ნამყოფი და მაგითო ზუსტი ისინი არ არის რა წლები და რატო არ მიგვიწვიეს წელსაც? რა იყო ამის მიზეზი? რა იცი, მიგვიწვიეს თუ არ მიგვიწვიეს. სამსახურმა გაავრცელაო ინფორმაცია BMG წერს, რომ არ მიიწვიეს ირაკლი კობახიძე და წელსაც არ იქნება დავოსის ფორუმზეო და ეს არის ხოლმე პლატფორმა და შეხვედრები. არა, ჩვენ ხო ლიდერებთან დასასაუბრებლად ეკონომიკურ თემებზე. მთელი მსოფლიოს ლიდერები, ტრამპიც მათ შორის იქ იქნება და ჩვენ რატო არ ვართ წარმოდგენილი? ეცით რა არის, მე ამ საკითხებთან დაკავშირებით გქონდა გარკვეული კომენტარი გაკეთებული, ისევ გავაკეთებ. ეგრე აგერ სულ ეხლა ხანს ლუქსემბურგში შეიკრიბნენ საკმაოდ სერიოზულ თემებზე სამსჯელოდ რეგიონალური კავშირების და თანამშრომლობის საკითხებზე მეიწვიეს შუა აზიის ყველა ქვეყნის ხელმძღვანელი ევროკავშირმა საკონსულტაციოდ და საქართველოს არ მეიწვია. ეს არის პოლიტიკური დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ დამოკიდებულება ის, რომ საქართველოს თურმე დემოკრატიიდან უკან იხევს და შუა აზიის და სხვა ქვეყნებში დემოკრატია ყვავის, ეს არის დამოკიდებულება, რომელიც გამოხატა ევროკავშირმა სულ ახლა ხანს, როდესაც ჩაატარა შეხვედრა ეს თანამშრომლობის, ევრაზიული თანამშრომლობის საკითხებზე. თუმცა ირაკლი კობახიძის ეს სამიტზე ყოფნა დღეს ახლა ხანს გაერთიანებული არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში რასაკვირველია გარკვეული ისტერიკას წარმოშობს ოპონენტებში. შეხვედრა ძალიან პოზიტიური იყო, ამ საფრანგული კომპანიის შემოსვლა საქართველოს ეკონომიკურ სივრცეში ძალიან ის არის დამაიმედებელია, მე თუმეტეს როცა საქმე ეხება ავიაგადაზიდვებს და ამან რასაკვირველია გამოიწვია ის აღშფოთება ჩვენს ოპონენტთა რიგებში, რომელიც გამოიხატება გარკვეული განცხადებებით, შეკითხვებით, დავოსში რატომ არ მიგვიწვიეს. ჩვენ წინ მივდივართ, ჩვენ თანამშრომლობთ და ჩვენ მომავალს კარგად პოზიტიურად უყურებთ, რასაკვირველია თუკი მსოფლიოში. ტრამპიც კი იქ იქნება, ისე რომ გეგონება ტრამპი ის იყოს ვიღაცა. ამერიკის პრეზიდენტი რომელსაც იმედის თვალით და კარგი ახლა. არა ის ეგ ინტრიგანობა უკვე რა. შეგიძლიათ მას შევხვდეთ და ელაპარაკოთ, გაესაუბროთ უამრავი ლიდერი მსოფლიოსი და თქვენ ჩვენ რატო ვართ ესე იზოლაციაში? ირაკლი კობახიძე რატომ არ ჩადის და არ ელაპარაკება? ასეთ შესაძლებლობებს რატომ არ იყენებს? არ ვიცი, დავოსის შეხვედრასთან დაკავშირებით ვნახოთ როგორ იქნება, როგორ აეწყობა სიტუაცია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ უნდა ხაზი გაუსვათ იმას, რომ დამოკიდებულება ჩვენს მიმართ განსხვავებით იმ ინსტიტუტების შეფასებისა, რომელიც საერთაშორისო რეიტინგებს ადგენენ, დამოკიდებულება, პოლიტიკური დამოკიდებულება ევროკავშირის მხრიდან არ შეცვლილა ჩვენს მიმართ საკმაოდ აგრესიულები არიან და ძალიან ბოროტ გეგმას აწყობენ ჩვენს მიმართ. ეგეთივე გეგმა აქვს ჩვენთან მეხუთე კოლონას თავის მედია საშუალებებით გვიტევენ, რომ რატო არ მონაწილეობთ შეხვედრაში, როდესაც არსებობდა აი სულ ეხლა ხანს არც ერთს არ გაუშუქებია შეხვედრები, რომელიც ჰქონდა გაერთიანებული არაბთა ემირატებში. უშუალო იმაზეა, ხო, არა, გასაგებია, დიდი განსხვავებაა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, როცა პოზიტიური ტენდენციებია, ერთი იქნება თუ მეორე მხარე უნდა გაშუქდეს, რასაკვირველია. კარგი იქნებოდა, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ჩვენ ხედავთ მხოლოდ ირანში, აზერბაიჯანში, ემირატებში და აგერ ეს შესაძლებლობაც ვერ გამოიყენა. ხო, ირანში რომელ შეხვედრას გულისხმობთ თქვენი დასაფლავებაზე რო ჩავიდა? ირანის პარლამენტში
ეხლა ეს მეკერძოებული ლაპარაკია, რასაკვირველია, ისტერიკაა რა, ეხლა ისტერიკაა ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპონენტების რიგებში, რომ რაღაც პოზიტიური ხდება. კარგი რეიტინგები ქვეყნდება. საინვესტიციო გარემო საქართველოში შესანიშნავად არის შეფასებული. ისტერიკა დაემართათ რა და გამოაგზავნიან თავის ჟურნალისტებს და აი ჟურნალისტები მოდმევათ აი ამაზე რომ იქ რატო არ წავიდა ლუქსემბურგში რატო არ წავიდა როდესაც გვეუბნებიან რომ ლუქსემბურგში თქვენი ადგილი არ არის დემოკრატიიდან უკან დაიხიეთ და მთელი მსოფლიო აზია შუა აზიის ქვეყნები ყველანი იქ არიან და საქართველოს სატრანზიტო ქვეყნის წარმომადგენელი იქ არ არის მეკერძოებაა რასაკვირველია და თუ კი იგივე განმეორდა ეხლაც დაოში რასაკვირველია ესეც მიკერძოება იქნება თუმცა ისიც საფიქრალია საჭიროა თუ არა საქართველოს რაღაც მოითხოვს და მოთხოვნებში იგივე როგორც იყო ლაპარაკი იმაზე კანდიდატობაზე მაგალითად ეხლა გვაძალებდნენ რატომ არ ითხოვთ მისი მოლაპარაკების პროცესის გახსნას რომ უარიგვე თქვას შემდეგ ამასთან დაკავშირებით. საქართველოს საკმაოდ მყარად დგას ფეხზე, მიუხედავად იმ ისტერიკისა, რაც ჩვენი ოპონენტების რიგებში სუფევს და მიიწევს წინ ძალიან პოზიტიური ტენდენციები. ყველა ინსტიტუტის კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს წინ არის, მათ შორის აგერ სულ ეხლახანს გამოქვეყნდა ევროკომისიის მონაცემები. სად არის საქართველოს და სად არის ქვეყნები, რომელთა დროშებსაც თქვენ აფრიალებთ ქალბატონო ხატიან. აი ამაზე მინდოდა სწორედ რომ მეკითხა კორუფციისგან თავისუფლების ინდექსი. აკრას. თავრობის ხედვა, პარტიის ხედვა ვიცით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, რასაც ამბობთ ხოლმე, მაგრამ ახლა ევროკომისიის ინდექსიც დაემატა ამ ყველაფერს, სადაც საუბარია რომ კორუფციისგან თავისუფლებით საქართველოს ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნების ოცეულშია. ეს რა მიღწევა საქართველოს? როდესაც ევროკომისია აქვეყნებს ამ ცნობას, ამ რეიტინგს, ეს უნდა შევაფასოთ საკმაოდ პოზიტიურად იმდენად, რამდენადაც შედგენილია იმ ინსტიტუტების მიერ, ვინც პირუთვნელია თავის დასკვნებში. გასაკურველია კორუფციასთან ბრძოლის თემა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს ეხება, მაგრამ ამავე დროს კიდევ ერთი ნიშანია ამ კვლევის შედეგებს და ჩვენს რეიტინგს, რომლითაც ვართ პირველ რიცხვში ევროკავშირში და საერთოდ ევროპულ სივრცეში. პოლიტიკური ნიშნითაც უნდა შევაფასოთ. როგორ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ბრიუსელიდან საქართველოსთან მიმართებაში, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და რა არის რეალური სურათი. როგორ გვაყენებენ ჩვენ თქვათ უკრაინის და მოლდოვის უკან და რეალურად რას უჩვენებს ავტორიტეტული კვლევები. აი ამ ნაწილში არის საგანგებოდ საზოგადოების ყურადღება გასამახვილებელი და ვფიქრობ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, სად არის მიკერძოება, რატომ ხდება ეს და რა შაუბნელი გეგმები და მიზნები გააჩნიათ საქართველოსთან მიმართებაში აი ამ ჯგუფებს თავისი მხარდამჭერებით, რომლებიც აი ხელს ეშუარენ რომ რომელიმე შეკითხვა დასვან კიდევ ერთი საწინააღმდეგო ამ რეალობის. პირველიანისთვის რამდენიმე კითხვას დავსვამ, გავხდი. აიცეთ. პირველიანისთვის ხარი უკვე ხო. შერადრი. უნდა გკითხოთ ოპოზიციაზე. ოპოზიციაში არის შიდა დაპირისპირება და ორმო სტანდარტებში ადანაშაულებენ ერთმანეთს. კონკრეტულად ლევო ამბობს, რომ როდესაც გირაოს საკითხი იდგა ჯაფარიძის და ხაზარაძის შემთხვევაში ოცნებასთან გარიგებაში ადანაშაულებდნენ მათ. თუმცა ახლა როცა გირაოს გადახდა გადაწყვიტა ზურაგირჩი ჯაფარიძემ სხვა მიდგომა აქვთო. რა ხდება რეალურად ოპოზიციაში და ეს გირაოს საკითხი რამდენად რეალურია ეს ორმაგი სტანდარტების საჩვენება? არა, ორმაგი სტანდარტი არსებობს და შიდა დაპირისპირება მუდმივად არსებობდა. განსხვავება მუდმივად არსებობდა და სულ ეხლახანს დავინახეთ, როგორ შეერთდნენ ერთმანეთის მაგინებელი ადამიანები ლელოს სივრცეში გინდა და თუნდაც ის ადამიანები ავიღოთ, ვინც მევახშეობაზე ბრალსდებდა ხაზარაძეს და დღეს მის გუნდში არიან გაერთიანებული. ეს ჩვეულებრივი ამბავია, დაპირისპირება გირჩთან, გირჩის მხრიდან ლანძღვა ლელოსი, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ ინსტრუქცია მოაგდათ ბრიუსელიდან
იმ გეგმის განსახორციელებლად, სადაც ყველა გაერთიანებული არიან და სტაბილიზაცია საქართველოში რჩება მთავარ ამოცანად. მაგრამ მსოფლიოში მიმდინარე, ევროპაში მიმდინარე პროცესებმა განაპირობა ის, რომ მათ ინსტრუქცია შემოაგდათ. მათ შემოაგდათ ფინანსური რესურსი და როგორც კი ინსტრუქტორი, ინსტრუქტაჟის მიმცემი ყურადღებას ადუნებს, იმ წუთში დაიწყება ხოლმე ერთმანეთში დაპირისპირება. საკმარისია ფულადი და პოლიტიკური რესურსების მობილიზება, რასაკვირველია ესენი საერთო ენას იმ წუთშივე ნახულობენ. ახლა ამ შემთხვევაში ცდილობენ იკეკლუცონ ხელმძღვანელების წინაშე, მმართველების წინაშე, რომლებიც საქართველოს გარეთ ხედან და ამ კეკლუცში თავი მოაწონონ როგორც უპირველესმა ძალამ, რომელსაც შეუძლია მეტი ზარალი მოუტანოს საკუთარ ქვეყანას. ეს შიდა დაპირისპირებები, რაღაც შეყეფვები ერთმანეთის მიმართ გაგრძელდება, ყოველთვის იქნება უფრო ძლიერიც ყოფილა, მაგრამ თავარია, რომ ამოცანა მათი საერთო არ იცვლება და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფინანსურ რესურსს და რა პოლიტიკურ მხარდაჭერას მიიღებენ ბრიუსელიდან, რომელსაც დღეს მათთვის არცალია მობილიზებული და ორიენტირებული არიან იმაზე, თუ როგორ განავითარონ რუსეთთან მოლაპარაკებები და ურთიერთობები. ბატონო გიორგი, პატიმართა ჯგუფებში წერენ, რომ შეწყალების სიები უკვე მზად არის. როგორ ფიქრობთ და გაქვთ რა რაიმე ინფორმაცია, ვინ შეიძლება იყვნენ ამ სიებში და ამ სიებში თქვენი აზრით არიან თუ არა და ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ის ხალხი, რომლებიც აქციების დროს არიან? არ საერთოდ შეწყალება პოზიტიური აქტია. აქციებში დაკავებულ ხალხთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ერთი ინფორმაცია მაქვს ის, რომ უკიჟინებენ ხელმძღვანელები აქედან ინსტრუქტორები, რომ არავითარ შემთხვევაში უკან არ დაიხიონ და არანაირი შეწყალება არ მიიღონ, ისევე როგორც სააკაშვილს უკიჟინებდნენ, რომ მომკვდარიყო საფრთხის ქვეშ დაეყენებინა თავის სიცოცხლე და უარი არ ეთქვა შიმშილობაზე. ეს რეალობა გვაქვს და რაც შეეხება იმას არიან თუ არა შესაწყალებელთა სიაში, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ცნობილი. უпростоრად გაამჟღავნებს, გამოვა ამ ინფორმაციით ის ადამიანი, იმ ადამიანთა ჯგუფი, ვისაც ეს ეხება. თქვენი აზრით უნდა იყვნენ თუ არა ისინი ამ სიაში, როგორ ფიქრობთ? ის ახალგაზრდები? ეცედა რაღაც გარკვეულწილად ახალგაზრდებს სიტყვას ისე ამბობ, თითქოს ის ამართლებდეს იმ ბოროტ გეგმის განხორციელებას, რაც საქართველოს მიმართ გააჩნია. საქართველოს საკმაოდ სერიოზული პრობლემების და გამოწვევების წინაშე დგას და როცა ამ პრობლემების და გამოწვევების რეალიზაციას კონკრეტული ადამიანი ახდენს, ახალგაზრდა იქნება ის შუახნის თუ ხანში შესული, რასაკვირველია, ეს სხვა სიფრთხით უნდა განვიხილო და არა მარტო კოდექსით, რომლითაც ხელმძღვანელობს მოსამართლე ან ბრალდებელი. აგერ თვითონ გამოდიან და აღიარებენ ადამიანებს. აგერ ადვოკატი გამოვიდა და ამბობს, რომ ეს ადამიანები იბრძოდნენ დემოკრატიისათვის, თავისუფლებისათვის და რეალურად არ უარყოფს იმას, რომ სწორედად ძალისმიერი მეთოდებით იყო ბრძოლა განვითარებული. აგერ გუშინ თუ დღეს დილასაც მოусმინეთ, რომ ადვოკატებს, რომლებიც ამბობენ, დიახაც ჩაიდინეს დანაშაული, მაგრამ ეს დანაშაული არ არის, ვინაიდან ისინი თავისუფლებისთვის იბრძვიან. ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანებს საპირისპირო აზრი გააჩნიათ. ისინი იბრძვიან საქართველოს წინააღმდეგ და რომ იბრძვიან, ეს არის ფაქტი მოსამართლისათვის, ეს არის ამოსავალი წერტილი. დააშავა თუ არ დააშავა. ადვოკატები ამბობენ, დიახ, დააშავა, მაგრამ დააშავა იმისთვის, რათა საქართველოს თავისუფლება მოიპოვოს, რაც აბსურდია. ეგ არის და მე აქედან გამომდინარე ჩემას აქედან ვაყალიბებ რა. არ ვიცი, მე ჩემი აზრით საერთოდ ძალიან ემოციური აზრი გამაჩნია, რაც აბსოლუტურად შინაარსობრივად არ უკავშირდება იმ რეალობას, რომელიც შეიქმნა საქართველოსთან. მე არ მგონია, რომ ვინმე ადამიანს უნდა ქონდეს რაიმე დათმობა, მით უმეტეს თუ ის არავინ არც უარყოფს იმას, რომ დანაშაული ჩაიდინა და არანაირი განცდა, არანაირი
არანაირი გარდი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთარ ქვეყანას აზიანებს არ გააჩნია. თუ კი ადამიანს ესეთი განცდა არ გააჩნია, რასაკვირველია, ის შეწყალებაზე ლაპარაკი აქ ზედმეტია. თუ კი ვიმსჯელებთ გარკვეული თემებით, ემოციებით, თქვათ, რაღაც სწავლებებით, რასაკვირველია, მოწყალება არის სწორედ ის, რაც სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს, მაგრამ შესაწყალებელსაც გააჩნია. ადამიანი, რომელიც გეუბნება, რომ უნდა დაინგრეს და ცეცხლში გაეხვეს საქართველო და ამას არ უარყოფს და არანაირ წუხილს ამასთან დაკავშირებით არ განიცდის, რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ძალიან ძნელია შეწყალებაზე ლაპარაკი. ანუ აღარ მინდა რა, ანუ აღარ ვიცი უკვე რა. ჩემთვისაც შენ არ არის, შენ როგორ გაიგე. მე არ ვიცი. გასაგებია რომ ამოწურეთ, თუმცა ოპოზიციის ნაწილში მინდა რომ ვკითხოთ. ჩვენ გვესმის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადება ამ საკითხზე, რომ ახლა ქართულ ოცნებას ეს შეწყალება სჭირდება პოლიტიკური ვაჭრობისთვის დასავლეთთან. თქვენ რას უპასუხებთ ამ ბრალდებებს და გზავნილებს? არანაირი ვაჭრობა დასავლეთთან ჩვენ არ გაგვაჩნია, რასაკვირველია საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება გადადგა ბრიუსელში მოგიწევენ თითელ ხალიჩაზე, თუ კი გამჭვირვალობის კანონს გააუქმებ ან LGBT პროპაგანდის თემასთან დაკავშირებით კანონს გააუქმებ, აღმოჩნდებით თითელ ხალიჩაზე, თუ კი თავს დაუხრი ცალფეხზე დადგები, ეს ჩვეულებრივი ამბავია, არანაირ ვაჭრობაზე არ არის ლაპარაკი. შეიძლება გარკვეული შეთანხმება, თუ კი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს რაღაცა წაადგება, მაგრამ არსებობს რეალობა და ამ რეალობით თუ შევაფასებთ, არსებობს საფრთხე, რომელიც ექმნება ბრიუსელის მხრიდან საქართველოს და აი ამ საფრთხის რეალიზაციისათვის გამოყენებული ადამიანები, დაფინანსებული ან ჭკუა გამორეცხილები და სპეციალურად შეგდებული აი ამ ვითარებაში, რომ კანონს დაუპირისპირდნენ და დაისაჯუნონ. ეს ვხედავთ, ეს სცენარი განხორციელდა. ადამიანების მობილიზება გააკეთეს. აქ ცოტა ინტერპრეს ნიუსში არას შეიძლება მეთქვი ისე რა, ხო სეპარატ ლაპარაკობს სხვა არის ცოტა. იცით რა არის, ადამიანები მე ვთქვი, რომ იხილავენ ამას როგორც ეპიზოდს, ერთი ეპიზოდი ერთი ადამიანის მიერ ჩადენილი თქვა საპროტესტო აქციაზე ქვისროლა ან მოლოტოვის კოქტეილის ან პიროტექნიკის გამოყენება ან დაპირისპირება სახელმწიფო სტრუქტურებთან გააფთრებული დაპირისპირებაზეა ლაპარაკი. ეს ერთი ეპიზოდია ვიღაცისთვის, მაგრამ მთლიანობაში რომ ავიღოთ, ძალიან სერიოზულ სურათს ქმნის, რომელიც არის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული. თუნდაც ის ასაფეთქებელი ნივთიერებები რომ გამოვლინდა. რა კავშირშია ჯერჯერობით არ ვიცით გამოძიება ამას დაადგეს. მაგრამ ფაქტია, რომ ნახევარი თბილისის აფეთქებას აპირებდნენ. თუ კიდევ სხვა ქალაქებში არ აპირებდნენ ტერორისტული აქტების ჩადენას. ეს რეალობაა. და ამ რეალობას ქმნის ის ცალკეული ეპიზოდები, რომელზეც ლაპარაკობს დღეს ეგრეთ წოდებული ოპოზიცია. როდესაც ჭირდებათ ამბობენ, რომ სწორედაც კარგი ქნეს, რაც ქნეს და როდესაც ჭირდებათ საუბრობენ, რომ ეს გააკეთეს იმისათვის, რათა დემოკრატია გადაარჩინონ და როდესაც ჭირდებათ ლაპარაკი ამბობენ, რომ საერთოდ არანაირი დანაშაული არავის არ მიუძღვის, ასე რომ ოპოზიციის გამონათქვამების შეფასება რასაკვირველია უმადური საქმეა. ერთსაც ვეკითხავ ბატონოგია, მინდა გითხოთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე. ერთი მხრივ ჩვენ მოვისმინეთ ირაკლი ყობახიძის გზავნილები რამდენიმე დღის წინ, როდესაც ის აბუ-დაბიში იმყოფებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ასრულებს ასოცირების ხელშეკრულების ყველა დათქმას და რომ ქართული ოცნებისთვის პრიორიტეტულია ევროპული ინტეგრაცია. მეორე მხრივ ჩვენ გვესმის კრიტიკული გზავნილები მართველი გუნდის წევრების მხრიდან, თუნდაც ევროკავშირის საელჩოს მიმართ, სადაც უხამსი უწოდეს მათ შორის დღესაც იმ ვიდეოს, რომელიც გავრცელა ევროკავშირის საელჩომ, გულისხმობ დროშასთან დაკავშირებით ვიდეოს.
ოპოზიცია ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იზოლაციაში მოქცეულიყო. თქვენ როგორ შეაფასებთ მათ ამ განცხადებებს და მეორე მხრივ ეს კრიტიკული გზავნილები თქვენი მხრიდან გაჟღერებული, რამდენად დადებით შედეგს გამოიტანს საბოლოოდ? არა, მე არ ვიტყოდი, რომ უხამსია ეს რაც გაავრცელა ევროკავშირმა. მე ვიტყოდი, რომ ეს უტიფარია. უხამსიც არის კი, მაგრამ უფრო უტიფარია, ვინაიდან გამოხატავს იმ პოზიციას, რაც ბრიუსელს გააჩნია. ასეთივე პოზიცია გააჩნდათ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით და დღეს უკან იხევენ. ჩვენ კი მოგვიწოდებენ, რომ ცეცხლის ალში გავეხვათ. ჩვენ კი მოგვიწოდებენ, რომ ცეცხლის ალში გავეხვეთ. მათი მიზანია სხვა. სწორედაც ბრიუსელთან, ევროკავშირთან გარკვეული დაპირისპირების შექმნა განაპირობა არა იმან, რომ საქართველო არ ასრულებს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. არამედ იმან, რომ პოლიტიკა სხვა, რომელიც ბრიუსელს და თუნდაც ომის პარტიას გააჩნია, რომელსაც ექვემდებარება კონკრეტული პირების მოქმედებები და განცხადებები. ეს არის ამოსავალი წერტილი. და არა ის, რომ ჩვენ უპირისპირდებით ევროსტანდარტს. პირიქით, როგორც კვლევები აჩვენებს, აი ბოლო კვლევაც ევროსტანდარტთან მიმართებაში საქართველო წინ უსწრებს არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, დასკვნაც ადვილი გასაკეთებელია. არა ჩვენ ვქმნით რაიმე პრობლემას ურთიერთობაში, არამედ ევროკავშირის მიზნები და ამოცანებია ისეთი, რომელიც არ ითვალისწინებს დაახლოებას, ითვალისწინებს პირიქით საქართველოში სისხლისღვრის ორგანიზებას და უკრაინიზაციას. ეს იმდენად აშკარად გამოჩნდა ბოლო პერიოდში, რომ არ მგონია, რომ ამაზე დამატებითი შეკითხვა და კომენტარი იყოს საჭირო. ფაქტია, რომ ჩვენ უნდივართ დაპირისპირებაში საზარბაზნე ხორცად. ფაქტია, რომ ამაზე უარის თქმამ განაპირობა ჩვენს მიმართ დამოკიდებულება, რომელიც სამწუხაროდ დღეს ახასიათებს ბრიუსელს. ფაქტია, რომ ბრიუსელი თავის პოზიციებს შლის მთელი რიგი მიმართულებით, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობაში. ისიც ფაქტია, რომ რუსეთი ოკუპანტია 20%-ის ტერიტორიებისა ჩვენი ქვეყნის. რაც განაპირობა კვლავ იმ უტიფარმა პოლიტიკამ, რომლითაც ატარეს სააკაშვილი წლების განმავლობაში. ეს რეალობაა და ამ რეალობას უნდა გაუსწოროთ თვალი და არა იმ განცხადებებს, რომელსაც აკეთებენ თუ წამოიძახებენ ხოლმე ჩვენი ოპონენტების რიგებიდან. წინასწარ გიხდით მადლობას. ჯარში საქართველოს წინააღმდეგ განჩინება გამოაქვეყნა, რითაც სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი პოზიცია და მომჩივანის პრეტენზიები, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი დაუშვებლად გამოაცხადა. თქვენთვის რაზე მეტყველებს? ჯარში ვინ არის? ეს არის ქეთევან ჯარში 2016-2021 წლებში განვითარებულ მოვლენებზე ხება. ანუ უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს ეს პროფესორი და სასამართლო პროცედურების დარღვევა არ მე ხო ამ შეიძლება ამ ცალკეულ ეპიზოდზე გავამახვილოთ მეტი ყურადღება, მაგრამ მგონია, რომ საგანგებოდ ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, როგორც კი საკითხი მიდის საერთაშორისო დონეზე განსახილველად, მათ შორის სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოში, იმ წუთში გამოჩნდება ხოლმე, რომ გადაწყვეტილებები, რომელიც იუსტიციის სამინისტრო მიიღო, ქართულმა სასამართლომ მიიღო, ადმინისტრაციამ ზოგადად ცალკეულ თემებთან დაკავშირებით, არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტთან. ანუ წლების განმავლობაში გრძელდება გარკვეული თემით სპეკულაცია. ადამიანების შფოთვას წარმოშობენ საგანგებოდ დაგეგმილი გარკვეული სცენარებით და შემდეგ ბოლოს აღმოჩნდება ხოლმე, რომ არავითარი საფუძველი აი ამ დაპირისპირებას საქართველოს სტრუქტურების მიმართ არ ქონია. და ასეთი ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს. სააკაშვილიდან დაწყებული, რუსთავი ორის თემით დამთავრებული და აეხლა თუნდაც ეს თემა. და არაერთი სხვა თემა. როგორც კი საერთაშორისო კომპეტენტური განხილვა შედგება გარკვეული საკითხის, იმ წუთში დახურავენ ერთ თემას და
ყოველობენ ახალ თემას, რომ შემოგვიტიონ. სამწუხაროდ ვერ ხდება ეგეთი ოპერატიული რეაგირება საერთაშორისო სასამართლოების მხრიდან, მაგრამ წლების განმავლობაში აი ამას სანამ ის კომპეტენტური დასკვნა არ იქნება სტრასბურგის სასამართლოში, წლების განმავლობაში ან თვეების განმავლობაში საქართველოს საზოგადოება ისმენს ამ უტიფარ ბრალდებებს, რაც ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ გაისმის. ეს არის მთავარი ნიშანი იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ. ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებითაც გითხავთ, ჩვენი ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი შეეწირა ამ ჩანაწერს, რომელიც გაკეთდა კახეთში ერთ-ერთ სუფთაზე, სადაც ღარიბაშვილი თავის უახლოეს გარემოწმასთან ერთად იმყოფებოდა და როდესაც მას შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს და ეს ჩანაწერი შემდეგ მოასმენინეს და ივანიშვილმა არ აპატია ღარიბაშვილს ეს გინება და შეურაცხყოფები, ხო? გითხარით ხო, არ უნდა. ხსმენიათ ბატონო გიორგი ამ ჩანაწერის შესახებ, ამ შეურაცხყოფების შესახებ, რომელიც ღარიბაშვილმა მიაყენა ივანიშვილს. ღარიბაშვილის თემით სპეკულირება გაგრძელდება, ეს არ არის ჩვენთვის გასაკვირი, რომ სუფრაზე რაღაც ჩანაწერი გაკეთდა, იქ რაღაც ცუდი სიტყვა თქვა ვიღაცამ. იმდენი ცუდი სიტყვა და იმდენი გინება და ლანძღვა, უტიფარი ბრალდებები ისმის ბიძინა ივანიშვილის მიმართ, თითოეული ჩვენთაგანის მიმართ, მაგრამ ისეთი უწმაწური სიტყვებით მიმართავენ და საერთოდ ყველანაირ ეთიკის ნორმებიდან არათუ ამოვარდნილები არიან, საგანგებოდ გეგმავენ ამ გინებას, შეურაცხყოფის მიყენებას და ამასთან დაკავშირებით რასაკვირველია არავის არ უნახავს, რომ ანგარიშტორება ხდებოდეს. კონკრეტული ადამიანები დადიან და ევროპელებს უწოდებენ საკუთარ თავს და ძიმე შეურაცხყოფებს აყენებენ. ასე რომ დანაშაულია ჩადენილი და ეს არის მიზეზი იმისა, რაც ხდება ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო და არა სუფრაზე სადმე რაღაც ნათქვამი, რომელსაც რასაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ასე რომ ეს ამ ჭორსაც თავისი მიზანი აქვს. საკმაოდ ბინძური მეთოდებით ცდილობენ, რომ ღარიბაშვილის თემით სპეკულაცია მოახდინონ, რომ შეაგინა და ამიტომ გადაწყვიტა, რომ დასაჯოს. ბიძინა ივანიშვილზე არ არის იცით პატიება თუ არ პატიება. მაშინ ესე რო იყო შეურაცხყოფის გულისთვის, ბევრი ადამიანი შეიძლება მოუძებნონ ნებისმიერი დანაშაული, რასაც სააკაშვილი, რასაც თქვენი ხელისუფლება აკეთებდა. თავი ვიღაცა შეურაცხყოფა მიაყენა ვიღაცას და მოკლეს ფაქტიურად, შემთხვევით გადარჩა 1-2 რამოდენიმე ათეული ადამიანი და ზოგი პირდაპირ ქუჩაში დახვრიტეს. ეს იყო, ეს არ ხდება ეგეთი რამე, თორე შეურაცხყოფის მიყენების გულისთვის ადამიანების მიმართ ანგარიშწორება რო ხდებოდეს, ზუსტად იგივე სურათი იქნებოდა, რაც კოლექტიური ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდის. არა, შეურაცხყოფას დეპუტატების ვის იყო, საჩივრები იყო, ხალხი ციხეში იჯდა. არა, ეგრე ხალხი ციხეში ზის აგერ დიდ ბრიტანეთში იმის გამო, რომ რაღაც კრიტიკული შენიშვნა გამოაქვეყნა. შეურაცხყოფაზე არ არის აქ ლაპარაკი. ქვა არ უნდა ესრულო და ფიზიკურად არ უნდა დაუპირისპირდე, რომელიც ადამიანი რომ შეურაცხყოფას თუნდაც გინებისთვის არის დაკავებული. ვინ დეპუტატებმა იჩივლეს და ვინ დაიჭირეს. ერთი მითხარით რა. მითხარით. მარიამ ლაშხმა რო იჩივლა. მარიამ ლაშხმა რო იჩივლა. ჩემო კარგო და 15 დღიანი თუ რაღაც ერთკვირიანი ის აკვეთა მისცეს თუ არ ვიცი რაღაც რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ არ ვიცი. მაგრამ ეგ შეურაცხყოფაზე კი არ იყო ლაპარაკი. იქ იყო ტერორზე ლაპარაკი. ტერორისტული აქტი ჩაიდინა, ადამიანი ბავშვებთან ერთად არის და თავს ესხმის. და ის ბავშვი შეიძლება ისეთ სტრესის ქვეშ აღმოჩნდეს, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე დაუზიანდეს ფსიქიკა. ამაზე იყო ლაპარაკი. და არა იმაზე, რომ ვიღაცამ კრიტიკული შენიშვნა გამოაქვეყნა სადღაც. ან სუფრაზე რამე თქვა და იმას გამოეკიდა და ვინმე დაიჭირა. ეგ სისულელია, რასაც ამბობენ. არავით არის სუფრაზე, არავით არის სუფრა, არავით არის მიმოთქმა, არავით არის ლაპარაკი, გინება და კრიტიკა, არ არის
საფუძველი იმისა, რაც მოხდა. და ის სპეკულაცია არის ბინძური საქმე ისე, რომელიც ჩვევია ჩვენს ოპონენტების ჯგუფს და მათ მედია საშუალებებს. შაიშმელაშვილი, დიდ მომიტანეს ავტორიტეტი. შაიშმელაშვილი არის მოღალატე. შაიშმელაშვილმა რა განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს, ყველა მიწის, რომ თავის მუნდირს და ღირსებას უღალატა. დამთავრდა მათ საქმე, ეგ ერთი. რასაც უნდა იმას იტყვის, რა ძვალი აქვს ენაში და ვერ იტყვის თუ რა. ამაზე უარესი რამდენი რამე უთქვამს. შაიშმელაშვილს და შაიშმელაშვილებს ზოგადებს რა. კარგით რა. ეგრე მე მაქვს ინფორმაცია რო გითხრა რაღაცა და აქედან გამომდინარე დასკვნები გააკეთო. არასწორია ეს. რა ინფორმაციაზე ლაპარაკი. აქ არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც ცდილობენ როგორმე დააზიანონ საერთოდ საკუთარი ქვეყანა, ვითომ ბიძინა ივანიშვილს ჭერესეთ. მეორეც რა უფლება აქვს ან ბიძინა ივანიშვილს ამ თელ ჩვენ გუნდს პოლიტიკურს, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს იმ დროს იმ საკითხებზე, რაც ეხება სასამართლოს. აქ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით იდება საგამოძიებო მასალა და ამასთან დაკავშირებით არ არსებობს პოლიტიკურ სივრცეში ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ იცით რა, ეს კი დადგინდა კორუფციის ან სხვა დანაშაულის ფაქტი, მაგრამ აი ჩემი შეხედულებით საჭიროა, რომ ეს ადამიანი უნდა იქნეს განრიდებული ან სხვა რამე. არ არსებობს ეგეთი. არ არსებობს. არსებობდა, არ არსებობს. იცით რა არის ერთი კიდე, რომ მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი გაბრაზებული იყო, კიდეც იქნებოდა ნაწილი. ირაკლი კობახიძე რო ჩაანაცვლა, ირაკლი კობახიძის რო ჩაანაცვლა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერის თანამდებობაზე და კონდაო გიორგი წენაო და ვეღარ დამალაო რა ნუ ადამიანები ვართ, შეიძლება ვიღაც რაღაცაზე წენა ქონდეს ან გულდაწყვეტილი იყოს, მაგრამ ეგ რაშუაშია იმასთან, რაც მოხდა. და ჭერესეთი და მეორეცეთი ბიძინა ივანიშვილსაც უნდა იცნობდეთ, როგორც პიროვნებას. ეს არ არის ადამიანი, რომელიც ვიღაცას მიმართ იქნება ულმობელი, თუ კი ის ვიღაცა მის მიმართ რაღაცა კრიტიკულ აზრს გამოთქვამს და თუნდაც უტიფრად უწმაწური იყოს ეს აზრი. არ არის ეგეთი თვითონ ადამიანი არ არის ეგეთი, მაგრამ მეორეს ერთი არის დანაშაული და ამ დანაშაულზე ილაპარაკონ კონკრეტულად ჯობი ადვოკატმაც და ბრალდებელმაც. აქ ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის. ჩადენილია დანაშაული. მოვიდა კაცი და თქვა, განაცხადა. რომ არ განეცხადებინა კიდე მესმის და უცებ რაღაც სუფრაზე გაიგონა და შემდეგ გადაწყვიტა ბრძოლა კორუფციასთან და დანაშაულებებთან. მოვიდა და თქვა, რომ არსებობს გარკვეული ნიშნები, გარკვეული ფაქტები, მონაცემები და მასალები. ყველა მიცოდეთ და გაფრთხილდით, რომ დანდობა არავისი არ იქნება. არც სახელმწიფო სხვა უწყებები, საგამოძიებო, თუნდაც სასამართლო შტო მმართველობისა არ არის ისეთი, როგორც იყო. ამაზე წყდება გული ჩვენს ოპონენტებს. მეც დაგიწყო მკითხვას ამერიკის გადაწყვეტილებაზე, რომელიც საიმიგრაციო ვიზების შეჩერებას ეხება 74 ქვეყნისთვის, მათ შორის არის საქართველო. როგორ ფასდება თქვენი მხრიდან, როგორ ახსნით ამ გადაწყვეტილებას? რა არის, არსებობს საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას ახასიათებს და ეს არის მკაცრი. გარდა იმისა, და არაფერ შუაში არ არის ორმხრივი ურთიერთობები კონკრეტულ ქვეყნებთან. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საიმიგრაციო ვიზას არ უნდა აძლევდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც იქნებიან დამოკიდებული იმ ამერიკელთა გადასახდელების გადამხდელთა ჯიბეზე. სულ ეს არის, მეტი არაფერი. 75 ქვეყანას ეუბნებიან, რომ ვერ მოგცემთ მოქალაქეს ვერ მივცემთ საემიგრაციო ვიზას, ტურისტულ ვიზაზე არ არის ლაპარაკი, ან თუნდაც სამუშაო ვიზაზე, ან თუნდაც სასწავლო ვიზაზე. ამაზე არ არის ლაპარაკი. ან თუნდაც უზრუნველყოფილი ადამიანების რაღაც ბიზნეს ურთიერთობების საკითხებზე.
ან ცხოვრების უფლებაზე იმ ადამიანებისათვის, რომლებიც კონკრეტულ ბიზნეს ეწევიან, ბიზნეს ურთიერთობები აქვთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. საემიგრაციო ვიზებს ვერ მისცემენ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც იქნებიან დამოკიდებული ამერიკელი გადასახდელების გადამხდელთა ჯიბეზე. ეს არის პოლიტიკა, რომელსაც ატარებს ადმინისტრაცია. ვფიქრობ, აი ეს პერიოდი საკმაოდ სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას ამერიკის შეერთებული შტატები და აღმოჩნდა, რომ საერთოდ ეს საემიგრაციო ვიზა მნიშვნელოვანწილად იყო გამოყენებული პოლიტიკური მიზნით. თუნდაც არჩევნების დროს, როდესაც სრული ლიბერალიზაცია იყო ხმის მიცემასთან დაკავშირებით და პირიქით აგროვებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა შემოსულიყვნენ დიდი ოდენობით და ხმა მიეცათ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისათვის. შეიძლება გადაჭარბებულია სიმკაცრე, მაგრამ აი პერიოდის განმავლობაში ეს სიმკაცრეც გასაგებია, რომელსაც ადმინისტრაცია, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია აწარმოებს. ბატონო გიორგი, გაეროზე მინდა რომ ვკითხოთ, გაეროში მიდის დელეგაცია, საქართველოს დელეგაცია, რომელმაც უნდა წაიღოს ანგარიში, გასულ წელს როგორი იყო ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. სანდრო დარახველიძე იქნება ერთ-ერთი ვინც დელეგაციაში მიდის, რომლის მიმართაც საზოგადოების ნაწილს აქვს პრეტენზია, რომ მათ შორის ის იყო ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი, ვის დროსაც და ვის გამო ხალხი აწამეს ქუჩაში, სცემეს სახეში ციხლები უთხრეს და ასე შემდეგ. რა გაქვთ საქმე გასული წლის მაგალითზე? და მიცით როგორ არის მანიპულაციური შეკითხვაა დასმული, როგორც ყოველთვის, იმიტომ რომ თითქოს ის ფაქტი უკვე დადგენილია, რომ წამება იყო და ადამიანების უფლებების დარღვევა იყო და აეხლა კიდე აიონის ფონზე რა სიტყვის სანდრო დარახველიძე. არ ყოფილა ესეთი შეჯახებები იყო ორგანიზებული საგანგებოდ იმისათვის, რათა დაშავებული ყოფილიყვნენ ადამიანები და მადლობა ღმერთს გადავრჩით ისეთ დაზიანებებს, რომელიც აი თქვათ ევროპულ ქვეყნებში მიადგა კონკრეტულ ადამიანებს იმ აქციების დროს, რომელიც ბოლო პერიოდში უხვად იყო ევროპულ სივრცეში. გადავრჩით ამისაგან, მაგრამ დასჯილები არიან ადამიანები, ვინც კონკრეტულად მოქმედებდნენ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და მოქმედებდნენ ფიზიკურად, მოქმედებდნენ დაფინანსებულები და მოქმედებდნენ ზოგი შეცდომაში შეყვანილი, მაგრამ მოქმედებდნენ აგრესიულად. მათ მიმართ გამოყენებული იქნა ის ზომები, რომელიც გათვალისწინებულია კანონით. სამწუხაროა, რომ ამ ზომის გამოყენება გახდა აუცილებელი, მაგრამ სანდრო დარახველიძის მიმართ ესე დაყენება საკითხის, რომ ეს მოხდა უკვე, წამება მოხდა, უკვე გადაცდომები მოხდა და ამან რა უნდა თქვას, თითქოს გაინტერესებთ რა უნდა თქვას. თქვენ კითხვაში ცდილობთ, რომ უკვე ეს ფაქტი დაადასტუროთ, რომ თითქოს შედგა. ევროკავშირთან დიალოგი მაგის გულისთვის არ ჩაშლილა. ევროკავშირთან დიალოგი ამ თემასთან დაკავშირებით შეიძლება შემდგარიყო, თუნდაც საყვედურები მოგვესმინა, სწორედ ისეთი როგორც ჩვენი მოღალატეები, შიდა მოღალატეები საყვედურებს იძახიან, ეგეთივე გაეკეთებინათ. შეხვედრა იმიტომ ჩაიშალა, რომ იზოლაციის პოლიტიკა გააგრძელონ, რათა საქართველოში ექსტრემისტებს ჰქონდეთ კიდევ ერთი მესიჯი, რომ დასცხეთ. შეასკდით. ჯახი მოაწყვეთ, რომ იქნებ რომელიმე თქვენთაგანის სისხლი დაიღვაროს და შემდეგ უკვე მეტი რესურსი ჰქონდეს, რათა ამ ქვეყანაში ხელისუფლება მარიონეტული რეჟიმით შევცვალოთ. აი ეს არის მესიჯი და ამ მესიჯს ატარებს არა მარტო ოპოზიცია, როგორც ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ჯგუფები, არამედ ის ადამიანები, ვინც საქართველოს გარეთ იმყოფებიან. ასე რომ გაეროში იქნება წარმატებული განხილვები, თუ კი რაიმე შენიშვნა ობიექტური იქნება, ასაკურელი ისიც გასათვალისწინებელია. ყოველს დავას 25-ში რაიმე მსჯელობა ხომ არ გქონიათ აი ამ შეწყალებასთან დაკავშირებით და აზრთა სხვადასხვაობა არის თუ არა, მაგალითად, ვიღაც ფიქრობს, რომ არის შეწყალებული ეს ხალხი, ვიღაც ფიქრობს, რომ არ შეიძლება მათი შეწყალება. აი ეცით რა არის, მსჯელობა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, სხვა საკითხებთანაც მიმართებაში, სტრატეგიულ თემებთან მიმართებაში მიმდინარეობს ინტენსიურად სხვადასხვა ფორმატებში, მაგრამ სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული,
ეს ამსჯელობის დეტალები მით უმეტეს ტევ პირველისათვის არ უნდა იყოს ესეთი კეთილგანწყობით მიწოდებული, ვინაიდან ყველაფერს ამახინჯებენ, ყველაფერს ბოროტად იყენებენ და ყველაფერს სათავისოდ უпростоრედ ექსტრემისტების ინტერესებით განეხილავენ და აშუქებენ. და აქედან გამომდინარე, ჯერ გადაწყვეტილებას მივიღებთ და შემდეგ ეს იქნება პოლიტიკური შეხედულება მთლიანად ჯგუფისა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა იყოს დაფუძნებული სამართლებრივ ბაზაზე, რომელიც საგანგებოდ მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. თქვენ კარგად როგორ ფიქრობთ, ხო, მან უნდა მიიღოს ეს და თქვენ ესეთია კანონი, რომ როგორი შეხედულებაც თქვენ არ უნდა გქონდეთ, ეს მაინც მისი გადასაწყვეტია. დიახ, მისი გადასაწყვეტია. კი. ხო, მაგრამ რამდენადაც იცნობთ ყაველაშვილს, იცნობთ თქვენი გუნდის პოზიციებს, ხო? მეტი შანსია, რომ შეწყალებაში, სიებში იყვნენ ეს ადამიანები, თუ მეტი შანსია, რომ არ იყვნენ ამ სიებში. ეცით რა, შეკითხვა შეიძლება სხვადასხვა მიმართულებებიდან დასვა რა. ეხლა რაღაცა ჭორაობას გავს ეს რასაკურველია ყაველაშვილი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, საკმაოდ პრინციპული ადამიანია, მაგრამ კონსულტაციები ექნება ყველა მიმართულებით. ესე მგონია, რომ ამ კონსულტაციების გარეშე არ უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული, მე ესე მგონია. რა ვისთან იქნება კონსულტაციები და შეგვიძლია რას ვლაპარაკობთ, მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი და საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტისა იქნება ის, რასაც ჩვენ პოლიტიკურად შევაფასებთ. შეიძლება მოგვეწონოს, შეიძლება არ მოგვეწონოს, ყოველ შემთხვევაში მისი პოზიცია იქნება გადამწყვეტი.